გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა ბედნიერება და საბრძოლო სული არ მოკლებოდეს. აი სპეციალურად მოვედი ეკლე მეორე ძეგლთან და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ რაღაცნაირად მეთმა ისე გააკეთა, რომ სულ ისე წრეში ვტრიალებ, რომ გინდა არ გინდა შენ ცხოვრებისეულ განწყობაზე და ბუნებაზე მოქმედებს. მოგეცემათ ჩემი სახლი ცოტა აქით არის მოშორები და წინა ვიდეოშიც გითხარით, ხო? ისეთ ვთქვათ არისტოკრატიულ ცენტრალურ განათლებულ წრეში ვტრიალებდი. მომეწიო და აქვე ეხლა ჩემ სახლთან მიდგას აგერ ერეკლე მეორე ძეგლი და სიმბოლო ბრძოლის სამშობლო სიყვარულის ქართული ტრადიციების და ის რითაც ჩვენ ვამაყობთ ქართველები და ამ დროს არ ვიცი რა, ესე იგი ჩვენი მეგობრები მეუბნებიან კაცო დაანები ამაზე თავი, მაგრამ როგორ დავანებო თავი, რომ რაღაცა ძეგლს უწუნებენ, ის არ ვარგა, ეს არ ვარგა, ძეგლის შეიძლება რაღაც სხვადასხვა მიმართულებით იყოს აღწერილი, მაგრამ ძეგლის და სიმბოლოს აზრი რა არის, რომ გამოხატოს ის ხასიათი და ცხოვრების აზრი, მისი გავლილი ცხოვრების ის ჩანს და აი სიღრმე და ამ დროს იმანებზე მიაქციო ყურადღება, თავარია სული, მებრძოლის სული, რომელიც ამ მეფეს ახასიათებდა და სამწუხაროდ გადის 200 თუ რაღაცა წელი და ვიღაცეები ამ მეფეს აბრალებენ მოღალატეობას. სად ერეკლეს ცხოვრება, სად ჩემი ცხოვრება, მაგრამ მომენტებში ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ ჩვენ ხო ეხლა ვლაპარაკობთ ამ ჩემ ცხოვრების გზაზე და გაკეთებულ საქმეებზე და ალბათ კი არა ღმერთმა ხნას ეს არავითარ შემთხვევაში არ მინდა, მაგრამ ალბათ მოვა ვიღაცა და ჩემ განვლილ ცხოვრებაზე იტყვის, რომ არასწორად ცხოვრობდა, მაგრამ მე ღმერთს ვთხოვ, რომ არ იფიქრონ ეს ასე და ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. მოდი ჩვენი ვიდეო ამ ერეკლეს ძეგლით დავიწყოთ და ვიდეოს რო დავამთავრებ და სათქმელს ვიტყვი ამ ძეგლით დავამთავრებ. ამ ტირიფებთან დავждეთ, ესეც სიმბოლურად და ეს ვიდეო ერთ-ერთი ძიმე ვიდეო იქნება ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე და მაინც პატივსაცემად იმ ყველა წასული ადამიანებისა, რომლებიც ჩვენ ეხლა ამ ვიდეოში ვიტყვი. რაღაცნაირად დაემთხვა, ეხლა კახეთში ვიყავით დაკრძალვაზე და ხო იცით ეხლა ის უფრო რო გაიშლება ხოლმე თავისთავად წასულები და გამახსენდა ის წასული ახალგაზრდობა ადამიანები თავისთავად ცხოვრებას თავისი წესი აქვს და ყველა მიდის თავის დროზე, როგორც დადგენილია უფლის მიერ და მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ადრე მიდიან და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ომში და უბედურებაში იღებენ მონაწილეობას და ჩვენ გავიხსენეთ ეს წასული ბიჭები და თავისთავად აი მომაწვა გუზე მომაწვა რაღაცნაირად დაემთხვა, ჩვენ ხო მივხვდებით ამ ქრონოლოგიას და საერთოდ სიმბოლურად ეს ადგილი ამ მშვენიერ პარკში, რომელიც ჩემი სახლის წინ გააკეთეთ, ძალიან მაგარი პარკია და მოვადექი ამ ტირიფებს. ტირიფი არ არის, მაგრამ ტირიფი ვითა ბოდიში ნაძვია, მაგრამ როგორი ტირიფის ფორმა აქვს, მაგრამ რაღაც სიმბოლურად სევდის მანიშნებელია, ხო? და იმ წასული ბიჭების ხსოვნის საპატივცემლად აი ესეთ ადგილას დავჯექი და დავიწყო ჩვენი მოგონებები. წინა ვიდეოდან გახსოვთ, ხო? ესე იგი უკვე სექტემბრიდან 93 წლის ივლისს სექტემბრამდე როცა სოხუმი დაეცა, მე ამ ესე იგი დრაივიმა გახსნილი ბუტკა მუშაობ უნივერმაგში მომარაგებლად და გადმოვიხარე უფრო აქით ქუჩის ბიზნესით და ჩამოქონდა ბენზინები, ნავთები და გახსოვთ ხო?
მქონდა დაგნარი, მე არეულ დარეულობა, მაგრამ პარალელურად ამაშობაში ქვეყანაში მიდის ომი. რუსების და კაზაკების ჯარი დგას გუმისთის იქით მხარეს, აქეთ არის ქართველები და ესე დაგნარი ტამიში უკვე გავლილია და პერიოდულად მოდის ახალგაზრდა ბიჭების გვამები, რომლებიც სოხუმში ომობდნენ, ჯერ მარტო ჩემუბანში, ახლა იმ დროს გავიხსენეთ სუფრაზე ვიჯექი ჯალაღონიას, აგე მე ლევან ცანკაშვილი, ონაშვილი, რავი, ძალიან ბევრი, მე ქალაქშიც ამდენი და მოდის ეს კლუბოები და პარალელურად ხდება სუდი ამბები ამ მხედრიონელები არიან იმ სამეგრელოში და იქაც მიდის ზმათა ყოლა და უბედურება და ზოგადად არის ძალიან საშინელი მდგომარეობა. გახსოვთ ხო ეს ჩხუბები რომ მოგდიოდა ამ გვარდიელებთან და მხედრიონელებთან ძალიან ბევრი ვცემეთ დავასახიჩრე და მაგენი ზოგჯერ რა პრეტენზიას გვიცხადებდნენ რომ ჩვენო იქო ვომობთო, წვალოთო და თქვენო აქო ვაჭრობთო და ეს სიტყვა პერიოდულად ვაჭრობთ აი მოქმედებდა რა მომენტებში შინაგან მეთქი როგორ ეხლა და კი ისინი არასწორად იქცეოდნენ, კი ვიყავი მართალი, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მაგრა ვანადგურებდი და ეს სისხლი და ეს უბედურება მაინც ტრიალებდა და აი სიტყვა ვაჭარი ხარ, ვაჭარი მოქმედებდა. თუმცა პერიოდულად ჩავდიოდი სოხუმში, მე დედაშვილები იქ ამყავდა, მაგრამ ჩემმა დედაშვილებმა ცოლ-შვილი წამოიყვანეს ერთი პარტია ჩემთან ცხოვრობდნენ, მეორესთან და ჩვენთან იყო. ბავშვებს ვიძახი ცოლ-შვილებად, თვითონ იქ იყვნენ დარჩენილები სოხუმში, დედა ჩემიც იქ იყო და ამ ასე გაზაფხული და არა შემოდგომიდან 4-ჯერ მაინც ჩავედი რა, მეთქი რა ხდება, ჩავედი, მაშინ გზა მიდიოდა, ჩვეულებრივად გამივიდიოდი, მოდიოდი, ეხლა მე სამეგრელოში გავლა პრობლემა არ მქონდა, ეხლა მე არც ხედრიონერი ვიყავი, არც რა ქვია იმასე ანტიზვიადისტი და ჩვეულებრივად მანქანით მივიდიოდი და საქმის ყურში ვიყავი, მაგრამ არადოს არ მივიდიოდი 4-5 დღე ვჩებოდი, იმიტომ რომ შარტავა იყო მაშინ ეს რა ქვია იმას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და გენო ადამია ეს სამხედროები კბილებით იცავდნენ სოხუმს. დედაშვილებმა ჩაიცვეს ფორმა და იქ აგუძერის და სოხუმის ბატალიონში მსახურობდნენ და ხან პერიოდულად მაგრამ თბილისში არ მოდიოდნენ და ინა ვიდეოშიც გითხარით რომ ყველას ჰქონდა იმედი რომ შევანაძე რაღაცას გააკეთებდა და მოვიდა ასეთი დრო რომელიც ვერ გაიგეთ და უკვე ივნისი თუ ივნისის თვეში შევანაძე მოაწერა ხელი სამშვიდობო კონტრაქტს და რა იგულისხმებოდა იმაში რომ ეს ტანკები და სამხედრო ტექნიკა და ეს ბეტერები უნდა გასულიყო სოხუმიდან. როგორ მახსოვს მაგარი დისკუსიები იყო ამ თემაზე, იმიტომ რომ ბევრმა ოპოზიციონერმა და სხვათა შორის ჯაბაც ამბობდა რომ გამორიცხულია რუსებიო დაარღვევენო ამასო ამის ხელის მოწერა არ შეიძლებაო. მაგრამ შევანაძე იქიდან იძახდა აბა როგორ გინდათო ჯარი უნდა გავიდესო და მერეო მშვიდობა დამყარდებაო და მე ამ ტოლილებს უკვე გაგრაში დავაბრუნებთო. მაგრამ გაიყო ისე როგორც გვახასიათებს ეს ქართველებს იქით აქეთ. ეხლა მე პატარა ბიჭი ვიყავი 26-ში, მეთქი რა უნდა გულახდიად და მე თვითონ ვერ ყვეოდი, იმიტომ რომ ამ ხელა პოლიტიკოსია იქ რასაკეთებენ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველას უნდა მშვიდობა და მოიწერა ხელი და უკვე რუსებმა და უკვე სროლა შეწყვიტეს და ხალხმა დაიჯერა რომ მართლა სიმშვიდე იქნება და ასე გვკვირდებოდა ეტაპობრივად ხალხი დაბრუნდებოდა სოხუმში, მე გულისხმობ ბავშვები, ქალები და მე ნენელა ტოლულებს დააბრუნებდნენ გაგრაში. ფაქტია რომ 2 სექტემბრის ხელის მოწერა ხო დაარღვეს რუსებმა და მე გაგრა აიღეს და ეს ფაქტს უდებდნენ როგორ მახსოვს მაშინ ის პარლამენტი იყო იმერში ჩემი ოფისის მოპიტაპირე ხარისროა ბილდმორი იქ იყო და იყო დაგნარი მე შევანაძე მგონი გადასვლა მოვიდა ის რო დაუჩოქეს გახსოვთ არა ბოდიში ის 80 ამერია ის იყო 94 წელს იმ რო დაუჩოქეს ხო და
და მიდიოდა დაგნან და დათანხმდნენ და არაო სხვა გზა არა გვაქვს შევანაძე იძახით სხვა გზა არა გვაქვს უნდა დაუჯეროთ რუსებს და ხალხმა ისე დაიჯერა მეგობრებო უკვე სექტემბერში უკვე ბავშვების დაბრუნება დაიწყეს სოხუმში სექტემბრის სკოლისთვის ამზადებდნენ უკვე ბავშვი და უკვე მთელი სოხუმი შეივსო რა უკვე ხალხს უხარია რომ სიწყნარე და ეს უკვე წამოიდგინე აგვისტოს 1 წელი ეს ხალხი სოხუმი და წამოსულები არიან და აი აქ ისევ რუსები მე მესმის რატო არ გვიყვარს ჩვენ რუსები და მაგათი ნდობა რო არ შეიძლება ხა კონტრაქტი მოწერილია და როგორც კი ხო და ამ დროს უკვე ინფორმაცია გვესმის რომ კი ჩვენი ჯარი ეს ტანკები ბეტერები და ეს გადაყავთ ფოჩი მაგრამ უკვე ინფორმაცია მოდის რომ 18 სექტემბერი ხო რომ ვინც სოხუმი იცის ეშერებს ხრიდან ეს იქიდან ბეტერები და ტანკები მოდის და ჯარი მოდის მაგრამ ამას ეუბნებიან შევანაძეს არ ჯერა და ერთი პოზიცია იყო შრომა სადაც გენო ადამიანს ყავდა ჯარი და აი ვინც სოხუმი იცის აი სოხუმი ხო მიდიხარ ასე არის გუმის და ეს ზღვისპირას ადიხარ და მე შრომა არის აი გუმისთან თაზია ფერდობზია რა და იქ ქართული ჯარი იდგა აგვისტოს თვეში მე ჩემი დედაშვილის ცოლშვილიც წავიყვანე სოხუმში თბილისში და მე ჩამოვედი რაღაც ისევ აგვისტოს ბოლოს თბილისში ცოტა ხანი ვიყავი და როგორი განწყობა იცი ხალხს უხარია მიდის მასიურად მიდის და პატარები ყავს შვილები ჩემ დედაშვილი რაღაცა და მეც და რატომაც მომინდა და მეც რაღაც პატარა საქმე ქონდა უკვე მე და ჩემი დედაშვილი ხო ბიზნესმენები ვარ და რაღაცა გეგმები უკვე სახავთ რომ იქ რაღაცა კაფე ბარის გაკეთება გვინდოდა და ჩავდივარ ასე რაღაც 8 სექტემბერია ჩავდივარ იმაში სოხუმში აგუძერაში და იქა ვარ და იქ მესმის ბიჭო კი უყურებ მაგაზე ხალხს უხარი იყო სკოლებისთვის ემზადებიან იმისთვის ამ 15 როდის იყო სკოლა ხო 15 სექტემბერს უნდა დაწყობილიყო სკოლა და ჩვენ ახლა ბიზნეს გეგმები გვაქვს მაგრამ ბიჭო უსმენ რადიოში რომ ეს ტანკები კი გაყავთ ქართველებს მაგრამ იქ ჯარი მოდის მაგრამ ნუ არა რეაქცია არ არის და ალბათ შევანაძე მიცის და ერთ დღესაც ვართ 22 სექტემბერს ძინავს არ 20 სექტემბერი ძინავს და ესე იგი როგორც კი ბოლო ბეტერი დადგეს შეიყვანეს ბარჟაზე და ბარჟა წავიდა ფოჩი ფოთამდე არ იყო მისული ბარჟა რაღაც ამდენია ესა და დილის 5 საათზე აფხაზეთის ჯარი წამოვიდა სოხუმზე ყველა ხელშეკრულება დაირღვა და როგორ მახსოვს მე რადიოში რომ შევანაძე ურეკავდა გრაჩოვი იყო მაშინ მინისტრი ელცინს ურეკავდა და არ იღებდა ყურმის და ხო მაშინ რა მოთხოვნა იყო რომ ხო თან პარალელურად მიდიოდა მოთხოვნა რომ საქართველოს უნდა შესულიყო SNG-ში და მაგაზე იყო დავა და ნუ ეს იყო შემდეგი პროცესია და ტელეფონს არ იღებენ არც გრაჩოვი არც ელცინი რუსეთი მხარი არ იღებს და წამოვიდა ეს რუსული კაზაკები ჯარი და ქართველი ბიჭები კი არიან ეს გულირიფში სოხუმის ბატალიონები მაგრამ არც ტანკი არც არაფერი და დარჩენილი აქვს მარტო ავტომატები და ავტომატი რაღაცა წვია წამალი ძალიან მცირე აი როგორ მახსოვს რა შოკში ჩავარდით ეს რა იყო და ქართულ ჯარს დასჭირდა ძალა და ამ დროს უკვე თბილისის ესტების ჯარი არის ზუგდიდის იქით ეუმებიან ამებს აქვია ზვიადისტებს გენო ადამია გისაგავს არის ის რაქნას და ამ დროს უკვე ჩემი დედაშვილები აიყარეს ეს იარაღი და მათთან ერთად მეც ჩავერიცხე ამ სოხუმის ბატალიონში. ასე ზუსტად საომარ იმებს მე ვერ გეტყვით, მაგრამ უკვე ფაქტიურად ინფორმაცია მოგდის, რომ რუსულმა ჯარმა და ამ აფხაზეთ და კაზაკების ჯარმა გადმოლახეს აქვე იმას. გუმის და სოხუმის ახალი რაიონი, თანამედროვე რაიონს იქ უკვე
იყო ეს ჯარი შემოვიდა და ამ დროს დაიწყო უკვე რუსულმა ავიაციამ დაბომბვა. ისეთი ინტენსიური არა და როგორ მახსოვს, აი ვასილოკები იყო, ვასილოკები როგორია, აი ესეთი ის ავარდება ტყია წამალი და აი ესე მე ფეთქდება და აი ესე წვეტიანი ნემსები მოფრინა, ესე მასიური განადგურების რა ქვია იერარქია და წარმოვიდგინეთ და ეს ხალხი უკვე კორპუსები იყო 5-8 სართულიანი კორპუსები და ეს ხალხი დაიძრა უკვე სოხუმის ცენტრისკენ და როგორ მახსოვს გენო ადამიანის სახე და გენო ადამიანს როგორ მახსოვს 3 ბეტერი დამალა და არ გააგზავნა ფოჩი. ქაოსია სოხუმში სასწაული ბიჭები კი ომობენ, მაგრამ რა გიდა რა ქნა და იყურებიან, აი გახსოვთ ის მონაცემები მე ტელევიზორში აჩვენეს რომ შარტავა ურეკავს ქობალიას და იმას ეუბნება გაატარ ხო ახლა ჯარი წამოვიდა ეს ქობალია ჯარი ზვიადისტები არ ატარებენ ამათ ჩიხშია ეს ეუბნება გახსოვთ ის რო არის შარტავა ლაპარაკობს ტელეფონზე ელაპარაკება ქობალიას დაგვეხმარეო ხო ხედა რა დღეში ან გაატარე ჯარიო და არ ატარებს ისა მე მან ბევრი კამათი არ ატარებს რატო არ ატარებს როგორ ატარებენ ნუ და ამასობაში მე ზვიადი ჩამოვიდა ზუგდიდში ზვიადის უნდა გაეკეთებინა ზვიადი ქობალიასთან ერთად უნდა შემოსულიყო სოხუმი ნუ აი გულახდიად გითხრა რა მოხდა და რანაირად არ ვიცით რა აი ბევრი ვერსიებია ბევრი ინფორმაციებია მაგრამ ფაქტია რომ ის ქართული ჯარი ანუ პიტოვანი ჯარი და ისინი აქ ვერ შემოდიან თუმცა ყარყარაშვილი ხო მაგარია და საიდანღაც აჩიგორიდან წრე დაატყვა და ის ბინარე რო არის საიდანღაც იქიდან ოდორი დინარე აქიდან დანდრას რო აჩიგვარასა და არა გრანდაშორის იქით გრანდაშორის იყო ოჩამჩირი იყო აფხაზები იყო იქიდან რაღაცნაირად ეს ყარყარაშვილმა ჯარი გადმოიყვანა და როგორ მახსოვს ჩვენ მაშინ შევხვდით იქ ყარყარაშვილი და ყველაფერი კარგად იქნება და ყარყარაშვილმა გადმოიყვანა სულ მგონი 100 თუ 150 კაცი და შეწავიდა ბრძოლა მაგრამ რა ბრძოლა რის ბრძოლა შენ რაღაც შეზღუდული ტყია წამალი გაგდა იბძვიდა აი ხო რო ვიხსენებ ამ ისე ნერვიულობ ისე აი არ ვიცი აი ძალიან აი უსუსური რო ხარ უსუსური კი გინდა ბრძოლა ის გინდა ესა და შრომა აი ჩემი ყველაზე ტრაგიკული მომენტი ჩემი ცხოვრებისა შრომაში იდგა ეს სოხუმური ბატალიონი მე ჩემი კლასელი შემთა ჭუტიკა შოთა აბაშიძე სამთავრობო ჯარი ჩამოვიდა იმის იმედი ქონდა ისინი ფუნიკულიერზე იყვნენ უკვე აფხაზები უკვე მოდიოდნენ ეს კი ფუნიკულიერს თუ აიღებდით ჩათვლე რომ სოხუმი დაცემული იყო და ჩვენი ჯარი იდგა იმ ფუნიკულიერზე და აფხაზები უკვე ქვემოდან მოდიოდნენ ეს აფხაზები და არ ვიცი ზუსტად რა მოხდა როგორ მოხდა ეს ჩვენი ქართული ჯარი მოხსნეს და წავიდნენ თბილისში აი ვერაფერი ვერ გავიგე აი დღესაც რო კითხულობ ამ იმას რა მოხდა როგორ მოხდა აზიარავა მაგრამ სოხუმური ბატალიონი იყო შრომაში რაღაცნაირად ეს ქართული ბიჭები გვარდიიდან იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და ჩვენ ვიყავით სადღაც ერთი 100-მდე კაცი და ჩემი დეიდაშვილი და მე წავედით გენომ გააგზავნა ის შრომაში იყო ჩვენს ვიზონ დამხმარე ძალა წავედით და უკვე იქიდან მოდიოდა ჯარი ამათი რუსული ჯარი და ამათი ჯარი და მიდიოდა ბრძოლა გახანებული ამ სროლა იმაში მიღებული მქონდა ეს მონაწილეობა უკვე ისში აღარ მქონდა აი საერთოდ როგორ არის ბრძოლაში რომ მიდიღა პირველი ბრძოლა არის ცოტა ისეთი ძალიან რთული ვისა რა ძალიან სროლებში რომ მოხდები და ეს უკვე გადალახული მქონდა და 26 წლის ბიჭი ვარ ახალგაზრდა ვარ სისხლით იმათა და ეს ომი დაიწყო 22 სექტემბერს და ჩვენ ვართ უკვე 23 სექტემბერს იმაში შრომაში და ეს რუსები უკვე მოდიან ეს უკვე ფაქტია სოხუმში შემოსულები არიან და ერთი დარჩათ ის შრომა აქი ჯარი არ არის გენო ადამია დარბის გაქანებული 1-2 ბეტერი ყავს იქიდან ელოდება ყოდორის ხეობიდან ჯარს ელოდება ოჩამჩირიდან ჯარს არაფერი არ მოდის და ესენი ნენენა მოდიან
თან იარაღია თუ აი ეს ვასილიოკები და ჩვენ ერთი 150 კაცამდე შრომა არის ასეთი სახლები არის აი როგორც იმერეთი დაშორებულები და მე თქვენ გახსოვთ ალბათ მე მოვყევი ეს სიტუაცია და დანაწილებულები ვიყავით სხვადასხვა სახლებში და გაქანებული იმაშია და ჩავედით ერთ-ერთ სახლში ცოტა მოძველო სახლი იყო და იყო ასეთი სარდაფი და სარდაფში ვიყავით და მიდის ეს გაქანებული შროლა და უცბად შეწყდა სროლა გავჩერდით და ამ სარდაფში ვიყავით 5 ადამიანი მე გურამი და 3 ახალგაზრდა მე სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი მე ჩემ გურამის კითხე მეთქი უნდა ჩვენ ვიდეოში უნდა გავიხსენო მეთქი და იო გაიხსენო რა უბრალოდ ჩემი გვარი არ თქვა ნუ იმის ნებართვით უკვე ამასაც ეხლა მოყვები რა მოხდა იქ საერთოდ სროლები იყო ხოლმე დილიდან საღამოდან როგორც კი ბნერდებოდა უკვე ჩერდებოდით იმიტომ ღამე რა უნდა გააკეთო და აი ესე დაგვიღამდა და ველოდებით ეხლა დილა ციწყნარია ეს გადანაწილებულები ვართ ამ სახლებში და დილითაც ვიღვიძებ ასე დილის 5 საათია უკვე 23 სექტემბერია სარდაფში ვართ 5 კაცი და გამოვიხედე ფანჯრიდან და ხედავ რომ ქართველები კი არა ისინი არიან კაზაკები, რუსები და ქართველებს ვერ ხედავ უსვა ჩავიწიე ქვემოთ მეთქი რა ხდება აი ვერ ხდება ესე იგი რა მოხდა ღამე ეს ბიჭები რა ვიცი კანტორია იყო გვარა და ის იყო მეთაური და ჩვენამდე მე არ გამიტია ხამაში მობილურები და ის არ იყო და ქართული ჯარი წავით და ჩვენ დავჭით ეს 5 ადამიანი ამ სარდაფში და გარშემო არიან კაზაკები, რუსები და ისინი, მაგრამ ჩვენი სახლი იყო ცოტა ძალიან აი ძველი იყო გაიგე და ეთყობა აქეთკენ ყურადღება არ მოაქცევდა და გარშემო ახლა წარმოიდგინეთ სახლი აქ არის სიტყვაზე და იქით უკვე ეგ მანქანოვანი აი ჯარი დგას ესა რაღაც რუსულად ლაპარაკობენ რაღაცა ჩეჩნები რა ვიცი 1000 უბედური ხალხი და კოცონზე არის რაღაც იცის რუსულად ლაპარაკობენ დაიმალეთ რა ხო და უკვე ჩავიმალეთ ხა რაღაცა მაგრამ რაღაცნაირად ბედი ყო ამ ჩვენი სახლისკენ არ მოდიოდი რა მაგრამ გულახდილად გითხრათ არიან 2 დღე და ღამე უფრო 3 დღე იყვნენ მაგრამ ჩვენ ვერ გამოვდივართ ეხლა 2-3 დღეა ესე იგი საკმარისია ამ სარდაფიდან გამოხვიდე და ამათ ხელში ხარ მაგრამ ისინი არ მოდიან აქეთ არ ვიცი ეთყობა სათვალეს რომ ამ სახში ვინ იქნება რაღაც დამალულები ვარ რა ტუალეტში ვერ გახვალ საჭმელი ჯანდაბას არაფერ წყალი აღარა გვაქვს და მე გურამია მე ვარ 26 წლის გურამია 25 წლის და 3 22 23 წლის ბიჭები ყავდნენ გვერდზე რა ხო სისხლი უდუღთ ამათა ბიჭო რაღაცა მოდი ღამე გავიპაროთ მეთქი არ გინდა ღამე გავიპაროთ მეუნებია მეთქი არა მაგრამ თელუბედურება რა იყო იცით ისეთი ოთახი იყო სარდაფი იყო და გარეთ ვერ გადიოდი და ეხლა ჩემი მეგობრები ხარ და ჩემი ფოლოვერები და ჩვენ ძალიან ღიად ლაპარაკობ და პიტაპირ გეტყვით რა ეხლა ტუალეტში რო გინდა ხო ვერ მოითმენ არა და იქვე ოთახში ასეთი როგორ იყო აი ესე ჩამოდიოდი ცოტა დიდი სარდაფი იყო და რო გასულიყავ უცბად შეგამჩნევდნენ გაიგე მაგრამ კიბეები იყო ერთი 6 კიბე ჩასასვლელი მაგრამ თუ გამოხვიდოდი უცბად შეგამჩნევდნენ ამიტომ შენ იძულებული ხარ იმ ოთახში მოისახმო და იმ ოთახშივე იყო ესეთი უცნაური სარდაფი იყო ასეთი ის სივრცე იყო და ძველი სახლი რო იყო ეთყობა ეს გადადიოდა პატრონი და რაღაც მოჯანური სახლი იყო და ეთყობა ამ სარდა ხო ეთყობა ამ სარდაფში განთავისუფლება თვითონ პატარა მოედანივით იყო და ეხლა მე ციხეში ხო იცით პარაშა როგორ არის ციხეშის მასია პარაშა კი არის კუთხეში მაგრამ ის პარაშა დაფარულია რა და რაღაცა ნაჭრებიც არ იყო ისეთ ცარიელი სარდაფი იყო და პატარა ხე რაღაცა ხის ასეთი ნაჭრები იყო და ასე დავფარეთ ეხა უხერხულია ხო მაგრამ ეს წყალი და ეს
ნასაქმი ვერსად ვერ მიდიოდა. ახლა ის რომ რაღაცას რომ მოისაქმე და ბოლოს იქიდან გაიხედავდი და იმას არ შეხედავდი, მაგრამ ის ხო რჩება და სუნი ხო არის. გინდა დიდზე ვიყო, დიდზე პატარაზე და იმ ადგილას, მაგრამ უკვე წარმოიდგინეთ უკვე დღეში ღამე და 2 ღამე გავიდა. სოხუმი უკვე ფაქტიურად იღება, მე გავიგე უკვე და ესენი უკვე აფხაზები მისულები არიან უკვე რკინიგზამდე კიდო რკინიგზა არ იყო ჯერ აყვანი, მაგრამ ფუნიკულიორი ჯერ არ იყო აღებული. ეს მე გავიაზე გამოხდა და აღარ ვიცით რა ვქნათ. გარშემო ერთი 100 ეს მებრძოლია, უკვე რაღაცას ჭობენ, რაღაცა გეგმები აქვს და რაღაცას აპირებენ, რაღაცა თავისი საჭმელიც აქვს, ყველაფერი. ჩვენ ასე ზივად უყურებთ ამ სუნში და ამ იმაში. თან ხო ძილიც გინდა ხო უძილოთ რო ესა და ეს ახალგაზრდები მეწინააღმდეგებიან გინდათ რომ ღამე გავიპაროთ. მეთქი ვერ გაიპარები ბიჭო, დაგ შეგამჩნიე, ვერ მეთქე და გურამ ჩემ ხარეს იყო და ეს სამი არა. ბიჭო, როგორ აბა ამ სუნში როგორ უნდა ვიყო, ხო იცი, თბილისური ლაპარაკები რაღაცები და მეთქი არ გირჩევ, მეგობარ, არ გინდა რა, ნუ აკეთებ ამას, არა და ატარა შელაპარაკებას მოგვივიდა, მაგრამ ჩვენ მაინც წავალთ. მეთქი არ წახვიდეთ მე. ნუ კაი, ნუ აღარ ჩავა ამ წვიმანებში და ღამე ასე რაღაც ღამე 3 საათია ჩამეწინა და დილით ასე 4 საათზე დილით რაღაც 4 საათზე გურამი მაღვიძებს და კაკო წავიდნენ და ვახ მეთქი საწავიდნენ მეთქი წავიდნენ და გავიდე ძალიან ვინე მეთქი რა გააკეთე და გავიდე უცად პაპა ავტომატის როლა და სულ 3 წუთის იყო ნასროლი და გავიხედე და სანამ უკვე გულმა მიგზნო რომ რაღაცა ნიტო იყო და დილით გავიხედე და ეს სამივე გვამი გდია იმაზე მიწას. მეთქი ხა ვაიმე საიდან გაჩნდნენ როგორ გაჩნდნენ, მაგრამ ცოტა მოშორებით იყვნენ იმ სახლიდან და გათენებას დაველოდეთ, მაგრამ არ მოვიდნენ, იცი რაღაცა ერთი პერიოდი შევამჩნიეთ რომ ეს ორი ჩეჩენი იყო და მოვიდნენ ამ ჩვენ ხო მოვიდნენ და რაღაც შემოიხედეს, მაგრამ ისეთი სუნი იყო, იხნია და откуда они пришли дураки და დაბრუნდე და ვაიმე პიჯვარი გადავიწერე მეთქი როგორ გადავიდა მე და გურამი ერთმანეთს უყურეთ მეთქი და თან იმაზე გვწდება რომ გული ეს პატარა ბიჭები ხო დაბრიდეს და ჩვენ კიდევ აქაც გადავჭით და მაგრამ ბოდიში და გვამები მიგდებული იყო და ცოტა ხანში არ გასურა ეს იყო დილა, მთელი დღე იყვნენ ეს აქვია ეს რუსო-კაზაკური ჯარი და წავიდნენ უკვე შრომა ხო გითხარ შრომედა და შრომიდან უკვე დაეშვნენ ეს ჯარი წავიდა დაეშვა სოხუმისკენ. გამოვედით გარეთ და ეს სამი მიცვალებული სამივეს ტყვია შუბში პოდად მოხვედრით. არ ვიცი მეგობრებო, მე აი ეს შეგრძნება რა მქონდა აი ზივა გურამი გვერდზე მის და უყურებ ამ მიცვალებულებს რა. და რა ვიცი აი თავში რა ფიქრები ალბათ მოვადრე და მე ამას ყველაფერს დავწერ რა. ეს აი ახლაც რო ლაპარაკო აი გული აი ამის გამისკდეს რა და რა გინდა როქნა რა ვქნათ გურამეთკი რა უნდა ვიზა და ჩვენ ორნი ვიყავი და ესე თითო ზუგზე მოვიკიდეთ. ეხლა მე სოხუმი კარგად იცნის და ეს ჩეჩნები ხო წავიდნენ იქით და ჩვენ წავედი ფუნიკულიორის მხარეს, აი იქით ამ მხარეს ეს ფიქრებული და მთელი ღამე აი ესე ვატარეთ და უკვე ესენი რკინიგზის მხარეს წავიდნენ ეს ჯარი და ჩვენ წავედით კელასურის მხარეს აი ამიტომ იქიდან იქამდე არის რაღაც 6-7 კილომეტრი რა და აი მიჭის ლაპარაკი და ეს
არა. ხოდამ და აი ესე თრევათრევი ჩავიყვანეთ რა. აი ეს ჭუჭყიანები ვიყავით. ეს არის რაღაც უკვე 25 რა ქვია სექტემბერი და უკვე ფუნიკულიორზე უკვე ჩვენ შევხვდნენ ეს ჩვენ ჯარის კაცები და არ მოვილოდნენ რომ ჩვენ უკვე მაგათ მტრები ვეგონეთ და უკვე შეშლილი სახეები ქონდათ მეც ხო შეშლილი სახე და ну, მე უკვე გადაასვენეს უკვე ეს ბიჭები მაშინ ესაგი ტარიერ შარიფაშვილიც ეს კასპის გამგე მაგას დაანახოს ვიცნობ და ჩემი ძმაკაცი დეიდაშვილია გადაიყვანეს უკვე აგუძერიდან გემეს მიცვალებულები და ჩვენ დავჭით და მე მერხეულში გავჩერდი ცოტა ხანი და 27-ში უკვე უკვე ეს სხვა თემა იყო, უკვე სხვა აზრი არ ქონდა, უკვე ჯარი შემოვიდა, უკვე რკინიგზაც აიღეს. აფხაზებმა ჩვენ უკვე ფუნიკულიორიდან აი ეს რა წითელი ხიდი, ბარათაშვილის ხიდი უკვე იქამდე მივედით, მერე მივედით კელასურამდე. ვითომ ვიბრძოდით, მაგრამ მაგას გაბრძოდა ერქვა. და შევანაძე გაფრინდა ეს როგორ მახსოვს გააფრინეს და მაჭარკა ეთი გულირისკენ მე მაჭარკა მოდის ასე უხევდა სვანეთისკენ მიდიხარი მერხეულის სოფელია მერხეულში ვიყავით უკვე და უკვე ბოლო უკვე ტორვილები მორბოდნენ უკვე 26-ში მაგრამ ჩვენ გვეგონა რომ კოდორის ხეობიდან მოვიდოდა ჯარი ვიდექით ერთი 3 დღე ხმა მე აფხაზები მოვიდნენ მაჭარკაში მე გულირიფში აგუძერად რანდისკენ წავიდნენ ჩვენ მერხეულში და მე იძულებული ვიყავ ხო გენო ადამიან მოკლეს შარტავა მოკლეს არა ეს უკვე მოხდა 27-ში არა შარტავა მოკლეს 27-ში მოკლეს 27-ში და ჩვენ უკვე მაჭარკაში ვიყავით რაღაც 26-20 აი ესე დაძონძილები, გადოძილები. უკვე მიცვალ ისე მოახერხეთ რომ მიცვალებულები და მე ჩემი დეიდაშვილი შემხვდა, ჩემი ნაცავები და წერანავსკი მოდი მერხეულში გავჩერდით და მე უკვე მერხეული წავედი წებერ და უბერი საკენი და ჩამოვედით. ნუ მაგას უკვე სხვა ვიდეოში გავაგზავნეთ, უბრალოდ ერთი რა არის, აი ისე ვინერვიული, ისე ვიწვალე და თბილისში რომ ჩამოვედი. მე მაგათ ოჯახში არ მისულა. ორის ოჯახში მივედი, მაგრამ მესამეს ოჯახში არ მივედი, იმიტომ რომ ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, აი ეხლა რომ მახსოვს, აი ადამიანები და შენო ჩემი შვილიო არ დაიცავიო დედა მითხრა და არ ვიცი ეხლა მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი ვაპატიო ადამიანს, მაგრამ ვერ ვაპატიე, იმიტომ რომ არ იყო იქ ჩემი და ბრალი, მაგრამ ნუ მე მესმის ეხლა ქალები დედისთვის ძალიან ძნელია, მაგრამ ესეთი სიტყვები არ უნდა ეთქვა ჩემთვის რაც მაშინ მითხრა. ნუ არ ვიცი ეხლა ადამიანი ისეთი გონებაა რომ ისეთი გონება ადამიანს რომ უთოლის თავის სიტყვებს და აი რამდენი წელი გავიდა და 13 წელი გავიდა და ჩემი გული და არ ამოსულა ის შეურაცხყოფა რაც მაშინ მე მომაყენეს ასე ალბათ ესეც ჩემი ჯვარი აი იმიტომაც მოვედი მე აგერ ერეკლე მეორე სექტან ვინა ვარ ამ მეფესთან შედარებით მაგრამ სადაც ამხელა ადამიანს რას არ აკადრებენ გამოსატანი ვარ მე კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით
ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, ალბათ რა ვიცი, ძალიან მძიმე მომენტია იყო ჩემი ცხოვრების. რა ვიცი, გავძელი და რა ვიცი, მე იმიტომ კი არ ყვები რომ ვიღაცას შევაცოდო თავი ან ვაჩვენო თავი რომ მაგარი ვარ. ჩვენ უბრალოდ ეხლა მე კომენტარებში წერე რომ რა მოასწარე, როგორ მოასწარე. ასეთი დრო იყო მეგობრებო, ასეთი დრო იყო. არა მარტო მე, ისეთი ხალხი იღუპებოდა, ისეთი მოსიყვარულე სამშობლოსი, ისეთი რომ ახლა აი ასეთი დრო იყო. მაგრამ ისტორია როგორც კარუსელი ისეთია ხო? ანისია, ხანასია. ჩვენზე უარეს დროში ჩავადგინა, ჩვენზე საშინელ დღეში ჩავადგინა ხალხი, მაგრამ კაცობა და ღირსება არ დაუკარგავთ. უფალს თხოვ, რომ არ ჩვენ დაგუკარგოს ღირსება, კაცობა, ადამიანობა. ერთი ჩვენ გვერდზეა ყოველთვის გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ და უბრალოდ მე ყოველთვის ვიცახი. გაუთხიდეთ ერთმანეთს, გაუთხიდეთ და გული არ ვატკინოთ ერთმანეთს. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. ჩვენ გავაგზავნოთ ჩვენ ამ ცხოვრების მომენტს და რატო ვყრები ამ მომენტს, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ჩვენ უნდა შევხვდეთ და მინდა რომ ვიცოდეთ ვისთან გექნებათ საქმე და ვის უნდა შევხვდეთ. მაგრამ იმიტომ რომ მე რაღაცა ჩვენ იმ ეპოქალური დროის შვილები ვართ, რომელიც არ უნდა დავიწყოთ და ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ. კარგით აბა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. შემდეგი ვიდეოც ალბათ ცოტა მძიმე იქნება, მაგრამ და მე გადავალთ უკვე ჩვეულებრივ დინამიკაში და ცხოვრებაში. კარგი, შეგხვდებით მომავალ ვიდეოებში. აქამდე კიდევ პატივიცეთ ჩვენ ისეულ მეფეს.